თქვათ ორი სიტყვა სტაციონარულ და რეტროგრადულ პლანეტებზეც. სტაციონარული პლანეტა არის პლანეტა, რომელიც არის გაჩერებული, ანუ რეტროგრადის პიკი არის, ესე ვთქვათ, როდესაც ჯერ ბოლომდე შებრუნებული არ არის, მაგრამ აი სადღაც რეტროგრადს და სტაციონარულ რეტროგრადულს და დირექციულს შორის არის სტაციონარული. და სტაციონარული ორი ვარიანტი არსებობს. ესეთ პლანეტაზე ბევრი მითი არსებობს, ჯერ დავიწყოთ აქედან. მაგრამ რეალურად პროფესიონალურ ასტროლოგიაში ეს პლანეტა არის საკმაოდ ძლიერი. იმის გამო, რომ სტაციონარულია და დაბალი სიჩქარე აქვს და შესაბამისად ახლოს არის დედამიწასთან და უფრო ძლიერი და ინტენსიურია მისი გავლენა და მეორე იმის გამო, რომ გაჩერებულია და შენელებულია, ძალიან კარგად ახდენს ენერგიის აკუმულირებას, დაგროვებას. შესაბამისად, ესეთი პლანეტის ნებისმიერი ასპექტი, აი როდესაც პლანეტა არის სტაციონარული, მისი ნებისმიერი ასპექტი გამოიხატება უფრო მეტად ძლიერად, უფრო მეტი ენერგია აქვს, უფრო მეტი ინტენსივობა აქვს. შესაბამისად, პროფესიონალური ასტროლოგები ამბობენ, რომ სტაციონარული პლანეტა არის ძლიერი. ენერგიული, უფრო მეტი ენერგია აქვს. ერთი ასპექტიც რომ მქონდეს, იმ ერთ ასპექტს გამოავლენს მაქსიმალურად, უფრო ინტენსიურად. რაც შეეხება რეტროგრადულ პლანეტას. რეტროგრადული პლანეტაც ვედურ ასტროლოგიაში ისედაც ითვლება, რომ რეტროგრადული პლანეტები უფრო ძლიერები არიან. უფრო ახლოს არიან დედამიწასთან. შესაბამისად, მათი გავლენა დედამიწაზე უფრო მეტად ინტენსიური არის, რადგან ახლოს არიან, როგორც თვარე სიტყვაზე. ხო. კიდევ ერთი მაჩვენებელი, ანუ დასავლურ ასტროლოგიაში ესე ითვლება, რომ რეტროგრადული პლანეტები მართავენ ორ ნიშანს. თუ სატურნი იქნება რეტროგრადული, შესაბამისად სატურნი უკვე მართავს თხისქასაც და მერწყულსაც. შესაბამისად არის შანსი, რომ რეტროგრადულმა სატურნმა მართოს ორი სახლი. შესაბამისად მისი ასპექტები გაორმაგდება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ორი სახლის მაჩვენებლებს უკვე მოიცავს საკუთარ თავში. ანუ სატურნის შესაძლებლობები იქნება უფრო მასიური. ეს კარგია თუ სატურნს ექნება კარგი ასპექტები, ცუდია თუ სატურნს ექნება ცუდი ასპექტები, იმიტომ რომ დააზიანებს ერთდროულად ორ სახლს. შესაბამისად, რეტროგრადული სატურნი, ზოგადად რეტროგრადული პლანეტები დასავლურ ასტროლოგიაში შესაძლებლობებს ზრდიან ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა არის მინუსიც ის, რომ რეტროგრადული პლანეტების დროს, ანუ რეტროგრადულობა ზოგადად რადგან შენელებულია, მის რეალიზაციას სჭირდება რაღაც გარკვეული დრო. და ხშირ შემთხვევაში რეტროგრადული პლანეტები რეალიზდებიან 30 წლის შემდეგ, 33 წლის შემდეგ, ანუ სატურნის დაბრუნების შემდეგ.